საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან ისევე როგორც ყოველ პარასკევს პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებულ პირთა ოჯახების წევრები 11 აპრილსაც შეიკრიბნენ. მათ 14 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილ აქცია მსვლელობასთან დაკავშირებით ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. პატიმართა ოჯახების წევრთა თქმით, მათი წინააღმდეგობა ქართული ოცნების პოლიტიკისადმი გაგრძელდება და მომდევნო დღეებში უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ფარგლებში 50-ზე მეტი პირი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მათ შორის არიან სტუდენტები, მსახიობები და ჟურნალისტი. ავტორიტეტიანი გამოცემების ბათუმელებისა და ნედგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, როგორც ვხედავთ. არ ჩერდება რეჟიმი და მაქსიმალურად სწრაფად ფიქრობს ყველგან სადამსჯელო და ყველგან რაღაც აი ისეთი დამანგრეველი დარტყმები მიაყენოს თავისი მოსაზრებით საპროტესტო ელექტორატს, მაგრამ გარწმუნებთ რომ არ გამოუვა ეს მას. არც ერთ შემთხვევაში არ გამოუვა, იმიტომ რომ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაციას ვახდენთ და ერთობის ძალიან დიდ ჯგუფს ვაკეთებთ. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი სიცოცხლე დაუთმოთ მათ, თუმცა არც იმას არ ვაპირებთ ვინმე სიცოცხლეს საფრთხეში ჩავაგდოთ. დავიცავთ საკუთარ სიცოცხლესაც და იმათ სიცოცხლესაც, ვინც ჩვენს გვერდით დადგებია. ჩვენ ამის ძალები უკვე გვაქვს. ჩვენ სხვადასხვა თაობის ადამიანები ისევ იქ ვდგავართ და ისევ იმ სამშობლოს ვიცავთ რუსებისაგან, რუსული რეჟიმისაგან, რა თქმა უნდა კოლაბორანტებისაგან, უფრო საშიში მტრისაგან, ვიდრე თვითეროვნებით რუსია. ყველაზე საშიში რუსულად მოაზროვნე ქართველები არიან და მათ ვაჩვენებთ რა ძალა აქვს ნამდვილ ეროვნულ ქართულ სულისკვეთებას. საქართველოში იზრდებიან თაობები ერთმანეთზე ძლიერები და ერთმანეთზე უკეთესები. ჩვენ მოუწოდებთ ყველას გვერდში დაუდგნენ სტუდენტებს. ეს დღე იქნება ძირითადად სტუდენტების, რომელსაც ჩვენ რეჟიმის პატიმრის ოჯახის წევრები ყველანი დედები და მათთან ერთად მამები, ძმები, დები, ყველანი ამოგიდგებით ზურგს უკან. თქვენ იქნებით წინ, ჩვენ ვიქნებით თქვენი დაცვა, რადგანაც 9 აპრილს თქვენ იყავით ჩვენი დაცვა. ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა და ეს მოძრაობა იქნება გამარჯვებამდე. ესენი აუცილებლად სწავლეთ, იმიტომ რომ ჩვენ უკან არ დავიხებთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დღეები მოდის. მოდის 19 აპრილი, ფიცის დადების დღე, ალბათ მაშინაც გაიმეორებთ სტუდენტები იმ ფიცს, რა ფიცით დადეთ ჟიაცეცხლაძესთან ერთად. მოდის 26 მაისი, ეს 26 მაისი არ იქნება მარტო სტუდენტების და ოჯახის წევრების. ეს 26 მაისი იქნება სრულიად საქართველოსი. აი მაშინ ნახავენ რა ძალა ექნება ქართველ ხალხს.